აი ეს სიმღერა რა იქნება ერთხელ მაინც გამიღიმო რა უღმერთო გაბრაზება ყვარებია მამაჩემი საყვარელი სიმღერა იყო და ეხა იცი რა არის ხო ძალიან გული მწყდება რომ აღარ არის ჩემს ცხოვრებაში საოცრად მაგრამ აი ეხა მე და გერ პატიოსანი კაცი საუბრობდით ტაქსის მძღოლი რომ როგორ ყველა ასაკში გჭირდება მშობელი რა თქმა უნდა პატარაობაშიც რომ აი როცა არ გვახსოვს ისინი მაგრამ უნდა მოგვიარონ გაგზარდონ მერე გაგვახარონ რა ვიცი კანფეტებით საჩუქრებით ნამცხრებით ტანსაცმელით და ეს გვიხარია ხო და ამითი ვიმახსოვრებთ რომ აი ეს ძაღლი მაჩუქა მამამ პატარა რო ვიყავი დედამ ეს გამიკეთა ნამცხვარს რომ მიცხოვდა მაგრამ აი ხლა 47 წლის ვარ და მამაჩემი იქნებოდა 73-ის რა და ყბელაზე ძალიან მჭირდება ეხლა მწუთას რომ მამაჩემი იყოს ცოცხალი და არაფერი არ მინდა მისის საერთოდ უბრალოდ მივიდოდი და მაგრა ჩავეხუტებოდი ძალიან მაგრად მოვეფერებოდი და უბრალოდ ვეტყოდი რომ მამა ეს მიჭირს ის მიჭირს რაღაცები ხდება ჩემ ცხოვრებაში მოუყვებოდი კიდევაც და თან ჭკვიანი კაცი იყო გონიერი მშვიდი იყო კაცო ემოციური აბა როგორ არ იყო ეხა შალიკაშვილი იყო და თიული კაცი იყო მაგრამ ყველა ასაკში გჭირდება ამის თქმა მინდა მაგრამ ბრაზდები რა ძალიან რომ თავს არ უფრთხილდებოდა და ესე დაგტოვა რა მარტო კი ღმერთმა კარგად ამყოფოს არსებობენ ჩვენ ცხოვრებაში ადამიანები მამები ჩვენი მამა მოძღვრები ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მამა ღმერთი და საერთოდ მათ მიერ წარმოგზავნილი აქ ამ ცხოვრებაში კეთილი ადამიანები რომლებიც აი უანგაროდ არაფრის გამო ჩაგიხუტებენ გულში რჩევას მოგცემენ დაგამშვიდებენ უყვარ ხარ ისეთი როგორიც ხარ და შენგან არაფერს არ ელიან არსებობენ ღმერთმა ამრავლოს მაგრამ მამას ხო ამიტომ მე ამ ვიდეოთი მინდა რომ მამებს უთხრა და ჩემ თავს უთხრა რომ ჩემშიც ყველაზე ძალიან მე ვჭირდებით რომ მე გამიგია მამაჩემისგან რომ აი და ბევრი კაცისგან რა რომ მე რომ მოვკვდები ჩემ შვილებს მიხედე რა ეუნება არა ჩვენსავე ჩვენ შვილებს ვერავინ ვერ მიხედავს გამორიცხულია დედა რომ მიხედავს შვილს და მამა რომ მიხედავს იქ ვერავინ ვერ მიხედავს საერთოდ იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი მე ეხა ბავშვებო გაუფრთხილდით მშობლებს არა მშობლებო გაუფრთხილდით და გაუფრთხილდეთ ჩვენ თავებს რომ ყველაზე მნიშვნელოვან ასაკში და ყველა მნიშვნელოვანი ასაკია ჩვენ შვილების გვერდით ვიდგეთ და არაფერი თუნდაც არაფერი არც ფული მჭირდება ეხა მამაჩემის არაფერი უბრალოდ მინდა რომ აი წამოწოლილი იყოს ლოგინზე როგორც იცოდა
ფეხი ფეხზე კონდეს გადადებული აი ლოგიში ფეხი ფეხზე რო კონდა გადადებული და მივიდე და ძალიან მაგრა ჩავეღო აი ეს მინდა მეტი არაფერი გილოცავთ გიორგობას ჩემო ძვირფასებო შეგვეციოს წმინდა გიორგის მადლი ძალა ჩემს საყვარელ სამშობლოს